ჩვენ წინა გაკვეთილში ვნახეთ, რომ კლასს შეიძლება ჰქონდეს კონსტრუქტორი და დესტრუქტორი. ახლა ჩვენ ვისწავლით იმას, თუ როგორ შეიძლება პარამეტრებიანი კონსტრუქტორი შექმნა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვეძლება ობიექტის ინიციალიზება მისი შექმნის პროცესში. დავუბრუნდეთ ჩვენს კოდს და გადავაკეთოთ ამ ჩვენი კლასის კონსტრუქტორი. ანუ ჩვენ აქ ახლა გვინდა რომ გადავცეთ რაღაც მნიშვნელობები. რადგან ჩვენ გვაქვს აქ ორი ცვლადი, age და name, ამიტომ გადავცეთ ამ ჩვენს კონსტრუქტორს ორი მნიშვნელობა, ტიპის და string-ი, რომელიც არის სახელი. რადგან პროტოტიპი შევცვალეთ, ახლა შეგვიძლია ჩვენ თვითონ ეს რეალიზაციად შევცვალოთ და დავუწეროთ მაგალითად int a და string s. და აი აქ age-ს და names მივანიჭოთ a და s. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს პროგრამას და შევქმნათ person კლასის ობიექტი. წერთ person, შემდეგ წერთ ობიექტის სახელს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამ კლასისთვის გვაქვს კონსტრუქტორი, პარამეტრებიანი კონსტრუქტორი, ჩვენ ამ კონსტრუქტორს უნდა მივაწოდოთ რაღაც მონაცემები. ამ შემთხვევაში ასაკი და სახელი. და ამის გადაცემა ხდება ესეთნაირად, წერთ ჩვენთვის სასურველი ცვლადის სახელის შემდეგ, აი ესეთ ფრჩხილებს და აქ უწერთ იმ მნიშვნელობას, რაც გვინდა რომ მოხდეს აი ამ ცვლადებში, age-ში და name-ში. მოდი ეს იყოს 21 და io. ასევე შევქმნათ ახლა მეორე ობიექტი p2 და ამ შემთხვევაშიც ჩავწეროთ რაღაც მნიშვნელობები. ახლა მოდი უბრალოდ გამოვიძახოთ p1-ისთვის და p2-ისთვის აი ეს print name მეთოდი. გავუშვათ და ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს. და აი როგორც ხედავთ, ჩვენ ორი ობიექტი შევქმნით, შესაბამისად ამუშავდა ეს კონსტრუქტორი ორჯერ და მაგიტომაც დაგვიბეჭდა ეს constructing ორჯერ და ბოლოს როდესაც დასრულდა ჩვენი პროგრამა, აი ეს დაიბეჭდა destructing, რადგან ამუშავდა დესტრუქტორი აი ამ ობიექტების განადგურების პროცესში. და ჩვენი კოდის ძირითადი ნაწილი ეს print name მეთოდის გამოძახება იმუშავა მან და ერთ შემთხვევაში დაგვიბეჭდა gio, მეორე შემთხვევაში niga. ანუ აი ამ პარამეტრებიანი კონსტრუქტორების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ აი ამ ობიექტების ინიციალიზება მათი შექმნის დროს ჩვენთვის სასურველი მნიშვნელობებით.